მოგესალმებით, ონლაინ რადიო ჩემი ხმა კლუბი და პირეთაშია, ხუთშაბათობის ტრადიციულად ჰორიზონტს მიღმა, მე კი მისი წამყვანი ესმო გუმბერიძე ვარ. დღეს ჩვენ ახალგაზრდების თემას ვაგრძელებთ და ვუბრუნდებით, რომელსაც შიგადაშიგ ვთავთ ხოლმე ახალგაზრდების ჩართულობას, პოლიტიკის დაგეგმვაში, საერთაშორისო ურთიერთობებში და ასე შემდეგ და ამიტომ ჩვენ ყავს დღეს სტუმრად გიორგი მელაშვილი, ქართულ ევროპულ ინსტიტუტის თავმჯდომარე. ასევე სწავლობს ის თსეუში საერთაშორისო ურთიერთობებს. მოგესალმებით გიორგი, მადლობა გადაცემაში მობრძანებისთვის. მოდი მოკლედ დავიწყოთ ჯერ თქვენს ორგანიზაციაზე რო გითხრათ და რა საკეთებთ, რა პროექტებს და რა გეგმები გაქვთ მოყოლში. გამარჯობა ესმა, მოგესალმებით ჩვენს რადიოს მსმენელებს, ძალიან დიდი მადლობა დაპატიჟებისთვის. კი ევროპულ ქართულ ინსტიტუტს წარმოვადგენ დღეს. საკმაოდ დიდი ორგანიზაცია, რომელსაც 5 წელი არსებობს, 2015 წელს გავაარსეთ. და მთელი დროის განმავლობაში ძალიან ბევრი საინტერესო პროექტი ჰქონდა ახალგაზრდების ჩართულობის კუთხით. ჩვენი მთავარი საქმიანობა სამი ძირითადი თემის ირგვლივ ფუნქციონირებს. ეს არის ახალგაზრდების ჩართულობა, განათლება, რაც ჩვენ მიიჩნევთ ყველაზე მნიშვნელოვანი 21 საუკუნეში არის განათლება, განათლებული თაობა, განათლებული ახალგაზრდები. მეორე ჩვენი კომპონენტი არის რეგიონალური განვითარება. ჩვენ მიიჩნევთ რომ თუ ჩვენ გვინდა რომ ჩვენი სახელმწიფო განვითარდეს, აუცილებელია რომ ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე ჩვენ გვქონდეს სათანადო აღქმა ქვეყნის წინაშე და კონკრეტული თემის წინაშე არსებული პრობლემების და ჩვენ ძალიან ვცდილობთ რომ გავაძლიეროთ ადგილობრივი თვითმმართველობები ამ კუთხით. მესამე კომპონენტი არის მშვიდობის დამყარება, არა მარტო ჩვენ ქვეყანაში, არა მარტო საქართველოს ტერიტორიაზე, არამედ ასევე ზოგადად კავკასიის რეგიონში. ჩვენ გვაჩნია, რომ ამ რეგიონს აქვს უდარბაზარი პოტენციალი, რომელსაც ჭირდება სერიოზული გადააზრება და შესაძლებელია, რომ მხოლოდ ეს აქ არსებული კონფლიქტების მოგვარების გზით რადგან მშვიდობიდან. დიახ, აი თქვენ ახსენეთ თვითმმართველობები და რა ფორმები არსებობს იქ ჩართულობის? ჩვენ ვიცით, რომ მაგალითად არსებობს გენდერული თანასწორობის საბჭოები, საკონსულტაციო საბჭოები, სადაც არასამთავრობოებს და ასევე მოქალაქეებს შეუძლიათ რაღაც საკითხები წამოწიონ ამ კუთხით არსებობს შშმ პირთა საბჭოები, კიდე რამე საბჭოები არსებობს, თქვათ არ ვიცი ახალგაზრდული მაგალითად. ბევრ მუნიციპალიტეტში არსებობს ახალგაზრდული დეპარტამენტები, რომლებთან არსებობს გარკვეული ახალგაზრდობის საბჭოები, რომლებიც ან მონაწილეობენ ახალგაზრდული პოლიტიკის შემუშავებაში კონკრეტულ მუნიციპალიტეტში, ან თვითონ ახორციელებენ ამ პოლიტიკის იმპლემენტაციას. ჩვენი ამოცანა არის გავაძლიეროთ კონკრეტული ან დეპარტამენტები, ან საბჭოები, ან კონკრეტული ადამიანები, ვინც ამ თემაზე მუშაობს, ან საინიციატივო ჯგუფი, მივცეთ მათ გარკვეული ცოდნა, გარკვეული შესაძლებლობები, რომ მათ მოახერხონ საკუთარი თემისთვის მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარება. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ყველაზე კარგად პრობლემა, რომელიც არსებობს კონკრეტულ მუნიციპალიტეტში, იციან ამ მუნიციპალიტეტის ცხოვრებლებმა და არა თქვათ მე, ან შენ თუნდაც, რომლებიც ვართ დღეს თბილისში და ვუყურებთ თბილისის გადმოსახედიდან რეგიონში არსებულ პრობლემებს. და აი როგორი პროექტები განხორციელებიათ მან, ან როგორი პროექტები განხორციელებიათ მათ თქვენი მხარდაჭერით? ყველაზე საინტერესო პროექტი ჩემთვის, რომელიც ჩვენ განახორციელებთ, იყო გერმანიის განვითარების საზოგადოებასთან ერთად, GIZ-თან. ეს იყო გორისა და თელავის მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების შეჯერება, ანუ რამდენად ეფექტურად მოხდა იმ თანხების გახარჯვა, რომელიც ამ მუნიციპალიტეტებს ჰქონდათ. რამდენად გამოიყენეს მათ ეს თანხები საკუთარი პირდაპირ მოვალეობების შესასრულებლად და რამდენად გამოიყენეს ეს თანხები საკუთარი დამატებითი უფლებამოსილების განსახორციელებად. ანუ მუნიციპალიტეტის პირველადი უფლებამოსილება მოიხსენება არის ინფრასტრუქტურა. უზრუნველყოს იქ ცხოვრები ადამიანები ცხოვრებისთვის საჭირო საბაზისო საჭიროებები. ამავდროულად მათ ასევე აქვთ უფლებამოსილება გამოიყენონ ეს თანხები დამატებით სიტყვაზე ასწავლონ ცეკვა, ან სიმღერა, ან შექმნან ცეკვის კლუბი, კინოკლუბი და ასე შემდეგ. ჩვენ გვაინტერესებდა რა კორელაცია და რა ფარდობითობა არსებობს ამ გახარჯულ თანხებს შორის, მათ ეფექტურობასა და ეფექტიანობას შორის. ძალიან საინტერესო პროექტია, ნამდვილად არ ვიცი ისე მოკლედ შედეგებით საინტერესო იქნებოდა რა. შედეგების პრეზენტაცია გვექნება დეკემბერში და გეპატიჟებით თან, რა თქმა უნდა. დიდი მადლობა, აუცილებლად ამ საკითხს შემდგომ დავუბრუნდებით, იმიტომ რომ ფინანსური რესურსების სამართლიანად და კარგად ხარჯვა აბსოლუტურად ყველა სფეროში არის ესეთი თემა და განსახილველი და
სხვადასხვა კითხვების მათ შორის ნიშნების დასმის საგანით ამ ეტაპზე საქართველოში. აი ძალიან საინტერესო არის აი საბჭოები და სხვადასხვა ახალგაზრდული აქტივიზმის ხელშეწყობის მექანიზმები, ხო? არსებობს უამრავი პოზიციები, მაგალითად აი ევროპის საბჭოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი ასევე იყავი შენ, ხო? ამაზეც რო გვითხრა მოკლედ რა პოზიცია არის ეს, რას აკეთებენ და ზოგადად რამდენად კარგია ესეთი რაღაც ფორმალური ინსტიტუციური პოზიციები, რამდენად უწყობს მართლაც ხელს ახალგაზრდობის გააქტიურებას. კი, ევროსაბჭოს ახალგაზრდობის მე ვიყავი საქართველოს ახალგაზრდო დელეგატი ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ თვითმმართველობათა კონგრესში. და კონგრესის სახელი არის, ამიტომ მოკლედ ჩვენ ამას ვეძახით ევროსაბჭოს კონგრესის დელეგატს. ძალიან საინტერესო პოზიცია არის იმ თვალსაზრისით, რომ ჩვეულებრივ ადამიანს ახალგაზრდას ეძლევა შანსი დაინახოს თუ როგორ მუშაობს კონკრეტული ევროპული ინსტიტუტი. ჩვენ შემთხვევაში ეს იყო ევროპის საბჭო. ორჯერ ვიყავ სტრასბურგში, ორჯერ დავისწარი ევროპის საბჭოს კონგრესის სესიას. კონგრესის სესიის შემდეგ მე მქონდა შესაძლებლობა გამახორციელებო რამდენიმე პროექტი საქართველოში, მათ შორის ნაუმანის ფონდის მხარდაჭერით ჩვენ შევქმნით Urban Lab-ი. ეს არის ძალიან საინტერესო პატარა პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდების დაინტერესებას საკუთარი ქალაქით. იქნება გამომდინარე ფინანსის საკმაოდ მცირე იყო, ჩვენ ჯერ თბილისზე მოვხდით კონცენტრირება თბილისის წინაშე არსებული პრობლემების და როგორ შეიძლება ახალგაზრდები ჩაერთონ ამ პრობლემების მოგვარებაში. გარდა ამისა, სტრასბურგში ყოფნის დროს მე გავისწარი საკრებულოსა და მერის წარმომადგენლები, რომელთთან ერთად ჩვენ ასევე გამახორციელებთ კიდევ ერთი ძალიან საინტერესო პროექტი, ეს იყო სომხეთიდან დელეგაციის ჩამოყვანა, რომელიც დაეცნეს საქართველოში არსებულ რეფორმებს, რა რეფორმები ჩავატარეთ. ადგილობრივი თვითმმართველობის სფეროში? ადგილობრივი თვითმმართველობის სფეროში, ტექნოლოგიების განვითარების სფეროში, მაგალითად ძალიან დაინტერესებთ ჩვენ ავტობუსებში არსებულმა სისტემამ. იმიტომ რომ მაგალითად ერევანში დღემდე შეიძლება იყიდო ბილეთი, გადაიხადო ქურდაფულით და მეტროს შემთხვევაში უნდა იყიდო ძველი ჟეტონი. ჩვენ მე მახსოვს ბავშვობაში ესეთი მრგვალი ჟეტონები პლასმასის და ესერა დიდი ლათინური ასო. ჩვენ უკვე მთლიანად გადავიდით პლასტიკურ ბარათებზე, ჩვენ გვაქვს ძალიან საინტერესო უნიკალური მეოთხედის სისტემა, რომელიც აერთიანებს ამ მუნიციპალურ ტრანსპორტს ერთიან ეკოსისტემაში და ამ ყველაფრის შესახებ მოვუყევით ჩვენ სურვილს. ეხლა გაჩერებების გახმოვანება რა დაგვრჩა ეს ჩემი მხრიდან შენიშვნას ესე ვთქვათ ჩავთავ. ხო, ამაზეც გვინდა ნამდვილად მუშაობის დაწყება. ხო და იმას რომ დავუბრუნდეთ, რამდენად მნიშვნელოვანი არის აი ესეთი ტიპის საქართველოსაც აქვს გაეროში ახალგაზრდობის წარმომადგენელი, ევროკავშირს აქვს ახალგაზრდა ევროპელი ელჩების პოზიციები. როგორ ფიქრობ, ამან თუ შეუწყო ხელი უფრო მეტად ახალგაზრდობის გააქტიურებას? თუ ჩვენი ამოცანა არის ახალგაზრდების ჩართულობა სამოქალაქო ცხოვრებაში, რა თქმა უნდა, ასეთ პროექტები არის უაღრესად აუცილებელი და მე ვთქვი ერთადერთი გამოსავალი და ერთადერთი გზა. ოღონდ მე ვთვლი, რომ ჩვენ კი არ უნდა ვიფიქროთ რაღაც ახალი სტრუქტურების, ახალი ელჩების შექმნაზე. არამედ მოვახდინოთ არსებული ინსტიტუტების მაქსიმალური ადაპტაცია დღევანდელ ვითარებასთან. აუცილებელი არის, რომ ჩვენ კი არ შევქმნათ რაღაცა ცალკე დეპარტამენტი, რომელიც აბსოლუტურად დამოუკიდებლად მუშაობს ახალგაზრდობის საკითხებზე. არამედ მოვიფიქროთ, როგორ შეიძლება რომ არსებულ ინსტიტუტებმა, თუნდაც პარლამენტმა, მაგალითისთვის, იმუშაოს უფრო ახლოს ახალგაზრდებთან, ახალგაზრდულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, იმ მიმართულებით, რომ ჩვენ უკეთესად დავინახოთ ახალგაზრდების საჭიროებები უპირველეს ყოვლისა და მოვახდინოთ ამ საჭიროებებზე სათანადო რეაგირება. ახლა საინტერესო არის ამის ნაწილი, ხო, ჩართულობის ერთ-ერთი არის მოხალისეობა. მოხალისეობას საქართველოში ყველა და ძალიან ხშირად ამბობენ, საკმაოდ მოიკოჭლებს და პრინციპში მეც ამას ვხედავ. პირველ რიგში ის, რომ ადამიანი რომელიც არ არის დასაქმებული ანაზღაურებად საქმიანობაზე, ყოველთვის არის ხოლმე რაღაც სიბრალული სუბიექტი და ითვლება, რომ ანუ მოხალისეობ, იმიტომ რომ სხვა გზა არ გაქვს, ან ტყუილა ხარჯავ დროს, ხარ უსაქმური, არ გინდა სწავლა და ასე შემდეგ, ხო? იგივე მაგალითად სკოლის მოსწავლე როცა ხარ, მშობელს ესე თქვა ლეგიტიმური ჭარბში კითხვა უჩნდება, ხა რატომ მიდიხარ სადღაც ამოხალისოთ, როცა შეგიძლია ეს პერიოდი დახვიდება ასწავლებელთან რაღაცა მოემზადო ისწავლო და ასე შემდეგ, ხო? ძალიან ხშირად ვერ ხედავენ იმას, რომ თუნდაც
ეს მოხალისეური კულტურა უკვე არსებობს, ის რომ ოჯახის წევრებს ვეხმარებით, ის რომ ნათესავებს, მეზობლებს, მეგობრებს, თუმცა ეს და ამას შეიძლება ხშირად ჯობდეს და ამ ჰიპერმზრუნველობას და მთელი ყურადღების ჩვენს ოჯახის წევრებზე ესე კონცენტრაციას და ამათ დათრგუნვას ამით შეიძლება ჯობდეს, რომ სადმე წახვიდე და ეს ჭირდება მართლა იმას თქვათ მოახმარო ეს შენი ენერგია და დრო დაახარჯო, მაგრამ ჩვენთან ეს კულტურა ძალიან მოიკოჭლებს და თუნდაც ეკონომიკური მიზეზებიც შეიძლება ამას ჰქონდეს, თუმცა არა მხოლოდ. როგორ ფიქრობთ, ხომ არ შეიძლება და ხომ არ არის შესაძლებელი თუნდაც ეს სამართლებრივად რაღაც წახალისება, მაგალითად სასკოლო პროგრამაში სკოლის დამთავრების ან უნივერსიტეტის დამთავრების აუცილებელ წინაპირობად ერთ-ერთ წინაპირობად იგივე მოხალისეობის ჩართვა. ზოგადად იდეა არ არის რა თქმა უნდა ცუდი, რომ მე მეშინია რომ თუ ჩვენ რაღაცნაირად დავავალდებულებ ადამიანს მოხალისეობას, ეს უკვე აღარ იქნება მოხალისეობა, ეს იქნება გარკვეული დავალების შესრულება და შეიძლება ამ შემთხვევაში უკვე ადამიანის სურვილი და ინტერესი პირიქით დაზიანდეს. თუ ჩვენ ვეკვით რომ შენ აუცილებლად იმისთვის რომ დაამთავროს სკოლა, სიტყვაზე 6 თვე უნდა რაღაცა გააკეთო და თუ ეს იქნება ვალდებულებითი ხასიათის. მე ვშიშობ რომ ჩვენ შეიძლება კი არ შევქმნათ მოხალისეობის ტრადიცია, არამედ დავთვალოთ ის ტრადიციაც კი, რომელიც დღეს ასე თუ ისე რაღაცა დოზით არსებობს როგორც ჩვენს აღნიშნულში. მე პირადად მოხალისეობაში ვარ ჩართული, სადღაც მე-10 კლასიდან სავარაუდოდ, როდესაც ჩვენ სკოლაში შეიქმნა სასკოლო თვითმმართველობა. ანუ ჩვენ რატომაც ხშირად გვგონია, რომ მოხალისეობა არის მაინც და მაინც წასვლა მოხდა თავშესაფარში, იქ რაღაცის გაკეთება და მე უკან დაბრუნება. მე მოხალისეობას ვუყურებ ცოტა გაცილებთ უფრო ფართოდ, მე ვთვლი, რომ მოხალისეობა არის ნებისმიერი საქმიანობა, რომელზეც შენ არ გაქვს პირდაპირი ფინანსური ბენეფიტი. ამ შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს შენი დარჩები, ასე მოხალისეობრივი, იმ შემთხვევაში თუ შენ ხედავ, რომ ამის შედეგად შენ კონკრეტული პიროვნება, კონკრეტული ინდივიდი რაღაცას მოიპოვა. ანუ ჩვენ ზოგადად რატომ არსებობს მოხალისეობა? მოხალისეობა არსებობს, იმიტომ რომ ჩვენ გვგონია, რომ ვიღაცას ჭირდება დახმარება, ჩვენ გვინდა რომ დავეხმაროთ, ან ვთვლით რომ შეგვიძლია და შესაბამისად ვცდილობთ რომ ამ ადამიანს დავეხმაროთ. ეს არის ემპათია, ეს არის ადამიანისთვის სოლიდარობის გრძნობა, ეს არის ალტრუიზმი გარკვეულ დონეზე, რომელიც ადამიანისთვის ამახასიათებელია. ჩვენ საზოგადოებას, ჩემი აზრით, საკმაოდ ახასიათებს სამივე ეს თვისება და აი 13 ივნის მაგალითად გამოჩნდა, რომ ჩვენ შეგვიძლია ძალიან კარგად გავერთიანდეთ მაშინ, როდესაც ჩვენ აშკარად ვხედავთ ამ გაერთიანების საჭიროებას. ანალოგიურად გარკვეულ უნივერსიტეტებს, მაგალითად თავისუფალ უნივერსიტეტს ვიცი, რომ აქვს სავალდებულო საგანი პრაქტიკა ორგანიზაციაში, რომელიც გარკვეულწილად შეიძლება განვიხილოთ აი ესეთ მოხალისეობის საქმიანობას. და ასევე აქვს საერთო საუნივერსიტეტო პრაქტიკებიც, ანუ 10 დღიანი, რომლებიც არ არის ორგანიზაციაში, არ არის თქო ნაკრძალებში და ასე შემდეგ. ესეც მათ აქვს რაღაც ინსტიტუციონალიზებული თუნდაც ეს მოხალისეობის ელემენტი. კი, თავისუფალ უნივერსიტეტმა ძალიან დიდ წარმატებას მიაღწია ამ თვალსაზრისით, იმიტომ რომ მე როგორც ვიცი, ძალიან აქტიურად არიან ჩართულები ჩვენი ნაკრძალების დასუფთავებაში, ძალიან აქტიურად არიან ჩართულები მთის რეგიონებში ინფრასტრუქტურის მშენებლობაშიც კი სტუდენტები და ალბათ კარგია ეს კი შესაძლოა. იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ახლა მაგალითად 13 ივნისი ახსენეთ და 13 ივნისთან დაკავშირებით ეს დიდი კრიტიკა არსებობს, რომ ვერ მოხერხდა ამ მოხალისეების კარგად ორგანიზება, მათი პოტენციალის ბოლომდე ათვისება და თვითონ იმ საჯარო სტრუქტურებს არ ჰქონდათ მათთან მუშაობის გამოცდილება, ზუსტად იმიტომ რომ არ იყო ეს არანაირად განვითარებული და ორგანიზებული სახე წინასწარ თქვა და ზოგადად არ ჰქონდა არასდროს. მართალი ხარ, თუმცა ამ შემთხვევაში ეს ჩემი აზრით უფრო სამთავრობო სტრუქტურების მომზადებაზე მიუთითებს, ვიდრე მოხალისეთა მოძრაობის ინსტიტუციონალიზაციის აუცილებლობას. ანუ ჩვენ იმ პერიოდში არ მერიას მაგალითად უნდა ქონოდა გარკვეული გაიდლაინი, გარკვეული შეხედულება, სამოქმედო გეგმა კი თუ როგორ შეიძლება გამოიყენონ მოქალაქეთა აბსოლუტურად ალტრუისტული სურვილი დაეხმაროს საკუთარ თანამოქალაქეებს. ამავდროულად ისიც უნდა დავუთვალისწინოთ, რომ ჩვენ არ გვქონია ამ ასეთ კატაკლიზმთან დამკლავების გამოცდილება. ბოლოს ეგეთი რაღაცა მოხდა საბჭოთა პერიოდში, როდესაც სახელმწიფო ყველანაირად ნაკლებად ახალისებდა მოხალისეობის საქმიანობას. ის იყო ტოტალურად
ინსტიტუციონალიზებული, ტოტალურად რეგულირებული და ჩვენ ალბათ გვახსოვს კონკავშირი, რომელიც პირდაპირ ასრულებდა პარტიის დავალებას და ასე შემდეგ. ჩვენ ყველანაირად უნდა ავირიდოთ აი ეს გაკვეთილები, რომელიც ჩვენ დაგვიტოვა ტოტალიტარულმა წარსულმა. თავისთავად. უნდა ყველანაირად ვეცადოთ, რომ განვითარდეთ ლოგიკურად, ისე რომ საბოლოო ჯამში ჩვენი საზოგადოება იყოს განყოფილად მონოლითური, მას ჰქონდეს ის შესაძლებლობა, რომ გაუმკლავდეს კრიზისებს და იყოს მზად ამ კრიზისებს. 13 ივნის შემდეგ მე არ ვიცი, სამწუხაროდ არ მქონია შეხვედრა ამ თემასთან, არც კრიზისების მართვის საბჭოსთან, არც მედიასთან, მაგრამ მე ვიბავ ყოველ შემთხვევაში, რომ ის გაკვეთილი, რომელიც მათ მიიღეს, მათ ისწავლეს. და მომავალში ღმერთმა დაგვიფაროს, რა თქმა უნდა, მაგრამ თუ ოდესმე გახდება საჭირო მოხალისეთა ასეთი მობილიზაცია, ჩვენ უნდა დავინახავთ გარკვეულ სამოქმედო გეგმას და სამთავრობო სტრუქტურების მზადყოფას. თუმცა მაგალითად შეერთებულ შტატებში ხო არის ეს სტუდენტებისთვისაც სავალდებულო კომპონენტი, სკოლის მოსწავლეებისთვისაც ეს არის ერთ-ერთი წინაპირობა სკოლის დასრულების და თქვენ როგორ ფიქრობთ, რა არის ალტერნატივა, როგორ უნდა განვავითაროთ იგივე მოხალისეობა თუ არა, თქვა სახელმწიფო რეგულაციის მიერ და საშუალებით? მე ზოგადად მივიჩნევ, რომ სახელმწიფოს მხრიდან რეგულაცია არის ყველაზე უკიდურესი გამოვლენა და ეს რეგულაცია გამოვლენას მაშინ როდესაც არ გვაქვს სხვა გამოსავალი. ამ შემთხვევაში რეგულაციაზე მეტად ჩემი აზრით ეფექტური იქნება სტიმულების შექმნა, როგორც ორგანიზაციებისთვის, ასევე საკუთრივ ადამიანებისთვის. თუ ისინი დაინახავენ, რომ მოხალისეობა კარგია, რომ მოხალისეობას მოაქვს გარკვეული საყოველთაო სიკეთე, ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა ინტერესი გაიზრდება და ჩვენ გაცილებით მეტ ადამიანს დავინახავთ. დიახ, და მით უმეტეს, რომ თანდათანობით ვიცით, რომ ტექნოლოგიური პროგრესი წინ მიდის, ძალიან ბევრი ადამიანი კარგავს და მასობრივად დაკარგავს კიდე სამსახურს უკვე მომავალ წლებში მსოფლიოში. ვიცით, რომ შესაძლოა, რომ ხელფასი აღარ იყოს, თქო, შემოსავლის მიღების ერთადერთი წყარო და მთავარი წყარო. და ამავდროულად ადამიანებს დაჭირდებათ ამის ფონზე, და ამის მიუხედავად ჭირდებათ გარკვეული თვითრეალიზება, იმისთვის, რომ არ იყვნენ რაღაც, თქვა, სახლებში დამსხდარები უსარგებლოდ და მით უმეტეს, რომ ეს ემოციებთან დაკავშირებული სხვადასხვა სერვისები აუცილებლად დარჩება და იქნება აქტუალური ყოველთვის, იმიტომ რომ ეს არის ის ალბათ, რასაც რობოტი მაინც ვერ გააკეთებს, თუნდაც თუ არ გინდა. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ საქართველოს ეს ტექნიკური პროგრესი არ მგონია რომ ძალიან მალე მივიდეს სამწუხაროდ. თუმცა მსოფლიოში რა თქმა უნდა ეს რობოტიზაციის ტრენდი არსებობს და გარკვეულ საფრთხეებს სამუშაო ადგილებს უქმნის. ოღონდ ამ შემთხვევაში ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ კაცობრიობის ისტორიის გაკვეთილები. როდესაც მოხდა ინდუსტრიული რევოლუცია, ინგლისში არსებობდა ესეთი მოძრაობა ბუდიტები, რომლებიც ებრძოდნენ მანქანებს, ანგრევდნენ მათ, სწავლდნენ ქარხნებს, ასე შემდეგ. ჩვენ უნდა დავიჭიროთ რაღაცა ბალანსი ამ პროგრესს და ამავდროულად ადამიანის მოქალაქის დასრულებას შორის. დასავლეთში ძალიან ბევრს ფიქრობენ ამ თემაზე, არსებობს ეგრეთ წოდებული universal basic income, საყოველთაო საბაზისო შემოსავლის იდეა, რომელიც დღეს იტესტება ფინეთში მაგალითად, სხვა ქვეყნებშიც, ან შესაბამისად დასავლეთი ამისთვის ემზადება. მე მიკვირს, რომ ხა თქვენ ასეთ მემარჯვენეს ესეთი იდეები გაინტერესებთ. ზოგადად მე არ ვთვლი ჩემ თავს ან მემარჯვენე და მემარცხენე. ჩემთვის თავი ამსავალი არის ის, თუ რამდენად წარადგება რომელიმე კონკრეტული იდეოლოგია შეხედულება ჩემ გონებს განვითარებას. შესაბამისად მე მაგალითად არ ვთვლი სწორად, როდესაც ადამიანი იზღუდავს თავს მხოლოდ მემარჯვენეობით ან მხოლოდ მემარცხენეობით. საჭირო არის გარკვეული საღი აზროვნება. ჩვენ ყოველთვის გამოვიდოდეთ, რომ ჩვენ გვჭირდება თავისუფალი აზროვნება. თუ ადამიანი აზროვნებს თავისუფლად, მას შეუძლია მემარჯვენე იდეების მიღებას, მემარცხენე იდეების მიღებას. კი, ანუ თან ახლა მით უმეტეს უკვე ეს იდეები დაირია და იმდენად სხვადასხვა მიმართულებები გაჩნდა, ხო ყველაფერი პრაქტიკამდე დავიდა და კონკრეტულ სიტუაციაში, კონკრეტულ ხედვებამდე დავიდა. გიორგი, გადაცემის დასასრულს აუცილებლად უნდა გკითხოთ უკვე თქვენს მშვიდობის მშენებლობის პროექტებზე. რას ფიქრობთ და როგორ გეგმავთ, თუნდაც აფხაზებთან ნდობის აღდგენის კუთხით, თუ გქონიათ გამოცდილება და თუ აპირებთან როგორ ხედავთ ამ პროცესს? პირველ ყოვლისა, მეც და ევროპულ ქართული ინსტიტუტის წევრებიც მივიჩნევთ, რომ ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა გავხდეთ მეამბები. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მივიჩნევთ აუცილებლად დიალოგს აფხაზეთის და ოსეთის თანამემამულეებთან,
ჩვენ მივიჩნევთ, რომ დღეს არსებობს ერთი კონკრეტული ობიექტური რეალობა, რომელსაც ქვია რუსეთის ფედერაცია, რომელიც არსებობს ამ რეგიონებში, რომელიც ახორციელებს ფაქტობრივ კონტროლს ამ რეგიონებზე და შესაბამისად მხოლოდ აფხაზეთთან, მხოლოდ ოსეთთან ურთიერთობით ჩვენ ვერ მივახცევთ იმ ამოცანას, რომელსაც ჩვენი ქვეყნის დეოკუპაცია ქვია. შესაბამისად ჩვენ მივიჩნევთ, რომ აუცილებელი არის, რა თქმა უნდა, ამ ადამიანებთან კომუნიკაცია, ჩვენ უნდა დავანახოთ და აღვადგინოთ ნდობა ამ ადამიანებთან, ხშირ შემთხვევაში შევქმნათ ნდობა, იმიტომ რომ ახალ თაობას არ ახსოვს თანაცხოვრების წლები, ახალი თაობა იზრდება პერმანენტული ინდოქტრინაციის პირობებში, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვამბობ, მათთვის ქართველი არის მტრის სინონიმი, რაც ჩვენი აზრით აბსოლუტურად არასწორი და მიუღებელი პოზიცია არის. და ჩვენ ყველანაირად მივიჩნევთ, რომ აუცილებელია ამ ადამიანებთან დიალოგი, აუცილებელია დავანახოთ მათ ის სიკეთეები, რომელსაც ისინი მიიღებენ ერთიან ქართლის არწივში. და ამავდროულად აუცილებელია დავანახოთ ის ბოროტება, რომელსაც ისინი მიიღებენ ჩვენს გარეშე, რომლის მონტანის არის ჩრდილოეთი და რაც ჩვენ ორივე ვიცმიეთ არაერთხელ. და ვიცით რა, რომ ეს ასე თქვა ფაქტორი არსებობს. ამ ფაქტორთან დაკავშირებით რა უნდა ვაკეთოთ, რას აპირებთ და როგორი არის თქვენი ხედვა? გისმით რა, რომ აფხაზეთი და ამ შემთხვევაში ცხინვალის რეგიონი არ არიან დამოუკიდებლები თავისი გადაწყვეტილების მიღებაში, ასე ვთქვათ. ამის დასაბალანსებლად როგორ ხედავთ ამის დაბალანსებას? ხო, სამწუხაროდ საუბარი აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის რამე ტიპის დამოუკიდებლობაზე რთული არის იმ პირობებში, როდესაც ჩვენ პირდაპირ ხედავთ რუსეთის საოკუპაციო ძალების პირდაპირ ქმედებებს ყველანაირი ტიპის დამოუკიდებლობის წინააღმდეგ, მათ შორის ქართველებთან ურთიერთობის დამოუკიდებლობას კი აღარ დაუდგას მათ. ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს ამის შემთხვევა, როდესაც რუსეთის ძალებმა პირდაპირ მოხსნეს აფხაზეთის ეგრეთ წოდებული პრეზიდენტი და დანიშნეს აბსოლუტურად სხვა ადამიანი იმის გამო, რომ იმ პიროვნების ხედვები არ შეესაბამებოდა პირდაპირ იმ ხედვებს, რომელიც ასრულებდა რუსეთის ფედერაცია. შესაძლოა 10 წელი თუ რაღაცა ცდილობდნენ ამ კაცის დანიშვნას, ხაჯინდას დანიშვნას გულისხმობდნენ ამ შემთხვევაში და ბოლოს და ბოლოს როგორც იქნა ბჭყალებში მოახერხეს. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს თავდაპირველ თეზის იმაზე, რომ აფხაზეთზე ფაქტობრივ კონტროლს ახორციელებს არა ეგრეთ წოდებული სოხუმის მთავრობა თვითონ, არამედ რუსეთის საოკუპაციო ძალები, რომლებიც აფხაზეთში არიან განთავსებული. ამ რა ვიცი, უფრო სამწუხარო ნოტაზე, თუმცა იმედის მომცემზეც, რომ მუშაობა უნდა გაგრძელდეს ალბათ და დასავლეთთან უფრო მეტი მიმართულებითაც ახალგაზრდების გააქტიურებით, დასავლეთში ცნობიერების ამაღლებით საქართველოსთან დაკავშირებით, ჩვენ დღევანდელ გადაცემას ვასრულებთ, გიორგის მადლობას ვუხდით და ჩვენ ორი კვირით გემშვიდობებით. კარგად, სანდებოდეთ.